გუშინდელი ნახევარფინალი მე ვერ უყურე სიმართლე გითხრათ. იმიტომ რომ ინგლისის წაგება ძალიან დავამწუხრა საერთოდ მესამე ადგილზე თამაშების ყურება არ ღირს ხოლმე არასდროს არ მახსოვს რომელიმე ნორმალური ყოფილიყო. ორივე ფრუსტრირებული არის ხოლმე ძირითადად. ან ერთი არის რაღაცა მოტივირებული, რომ პირველად გავიდა იქ ნახევარფინალში და მესამე ადგილიც მაგარი ეგ ბულგარეთები და რაღაცა მეგონი რუმინეთები და ამ დროს იქ ხდებოდა განადგურებული საფრანგეთი ან გერმანეთი რომ აღარაფერი აღარ უნდათ მოისპენ განადგური მათთვის მესამე ადგილი სასჯელია და მე ეხა ან ეგეთი თამაშია ხოლმე ან ორივე დაჟილები გადიან და ბარბაცებენ ხოლმე იქ მაგრამ გუშინდელი ნახევარფინალი იყო მოვლენა რომელს მე ყოველ შემთხვევაში მე კარგად მახსოვს ჩემპიონატები 78 წლის ჩემპიონატიდან მახსოვს კარგად. კარგად 74 საერთოდ არ მახსოვს. ხო და აი 78 უკვე მახსოვს რა. მთელი ამბები და რაღაცეები და ემოციების ჩართო 82-ზე ვაფშე გიждდებოდით. მაშინ თლიან ჩართული ვიყავი და 86-იც საკმაოდ ემოციურები. ხო, მოკლედ მაგრამ ხა მაინც 86 ჯარში ვიყავი რაღაც იქით აქეთ. ხო და ეხლა რა რატო იყო ეს განსაკუთრებული? გარდა იმისა, რომ გოლიანი იყო, აქ ითამაშა ყველაფერს თავი დავანებოთ. ტიპები გამოვიდნენ ფეხბურთის სათამაშოებლად რა. აი რაღაც ემოციურად აღარ იყვნენ ისე. გამოვიდნენ მოდი ფეხბურთი ვითამაშოთ. აი როგორი შეიძლება იყოს ფეხბურთი? აი ამ დაძაბულობების გარეშე აი როგორ შეიძლება ვითამაშოთ ჯენტლმენური და ადამიანური ფეხბურთი. აი მის ფონზე რაც პარაგვაი მიკადრა, არგენტინა მიკადრა. იქ რაც ხდება ამ სისტემაში როგორ რეები ჩატარდა. ან თუნდაც იქ ტუხელმა რა ჩაიდინა, სასწაული ჩაიდინა, არ ვიცი ეგეთი სასწაული ოდესმე ჩაედინოს რაც ტუხელმა ჩაიდინა. ნახევარფინალში სასწაული ჩაიდინა რა. კარჩი ტიპს აქვს ფსიქოლოგიური რეალური პრობლემა რა. პროცეულის ოყნები უნდა რა. თავისი აი ხა სულელეო და დებილეო ერთგ იმენა ტიპს აქვს ფსიქოლოგიური რა. შეიძლება ფსიქიატრიული პრობლემაც აქვს. რა გააკეთე მთელი მსოფლიო მე უღრიალებდი. ყველა ღრიალებ დედამიწაზე არ ვიცი გადმორთე ხოლმე და კომენტატორები ძველი ფეხბურთელებს უყოლა ამბობდნენ რა შვები რა გააკეთა უკვე ვიცოდით რომ დაღუპა რა გუნდი რა ხო მოგებული თამაში რა წააგო ტუხელმა თან ახლა თავის საწინააღმდეგო ხوار წავიდოდა რა მოგება არ უნდა და პროსტო გაჭედა რა ფსიქოლოგიად ვერ გაუძლო დაძაბულობა და ამ დაძაბულობის მე მოეშვა და მოდი აი თან ამოავლინოს თავისი რაღაც უნარი ტუხელმა დიახ არ ერეოდა თამაში მაგრამ მაინც ჩანდა რომ გუნდი უკვე გაწყობილი აი ხელი რო არ შეეშალა ტუხელს რა დიმაუშკა რო არ შეეგდორებს სტადიონს მოედანზე თავისი გუნდის საწინააღმდეგოდ იღრა რა მოგებული ქონდა ინგლისი მაგას ძალიან გამიჩნდა ვერ უყურე რა მაგრამ მაგრამ გამოვიდნენ რა დეშამის ბოლო თამაშია არჩე უნდა რომ ლაღი თამაში იყოს იქ ბაპემაც მანამდე თქვა რომ გავალო დეშამის შუში თამაშობს და ბაპესაც გავიტან გოლებს რა რატო არ უნდა გავიტანო რომ მესის გავასწრებ და მესი ხა მიდის მე ვრჩები და ხა თავარი ეს არ არის ბოლომდე სამართლია იმიტომ რომ ბევრი თამაშები უწევთ ეხლა უფრო მეტად თითო მუნდიალზე მეტი თამაში უწევთ და გარდა ამისა ხა მედიცინა გახდა ეხა ისეთი რომ ადრე ტრავმას რომ მიიღებ და გუცაებს ფეხს წამოუდევდა და ნახევარი სეზონი აღარ თამაშობდა ერთი რაღაცა პატარა იქ მოვიდოდა ძვალზე და ეს კაცი შეიძლება ფეხი გადაწყდეს და ამოვიდეს და უკვე ფეხბურთი უაში არა მაგრამ ერთში ფეხბურთი თამაშობს და ჯვარედი იოგებზე და ეგეთრებზე აღარ სულაპარაკობს ეხლა სხვა მედიცინა ამიტომ უფრო დიდხანს თამაშობენ დღეს ფეხბურთელები მეტ ჩემპიონატში მონაწილეობენ გასაგებია რომ ეხლა მაგათ ბაპემს გადაასწროს მესის ეს გადასწრება მაინც არ იქნება ის გადასწრება აი რომ ყოფილიყო ადრე რომელიც როგორცაც ადრე ვითვლიდით რა სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა მედიცინა და გუნდების გაზრდა მაგრამ აქ სხვა გამოვიდნენ და ითამაშეს ფეხბურთი
სადაც აჩვენეს აი ამ ნაგავი ფეხბურთი რაც თამაშა არგენტინა მითაყვებით და ჩარტყმებით და კი ეგეც ფეხბურთია ნუ რეგბიც ბოლო სპორტია ხო და რაღაც ბოლო რეგბი და ერთი ფეხბურთი ერთი სპორტი იყო ერთ დროს შეიძლება ეგეთ თამაშის თამაშო რა ნუ თქვენთან ეგრეა მიღებული რა ვერებში ამორტყმები და უკვე ჩქნეტები და კბენები და ღრენები და უკან თითის ტაკებები და რაღაცა მოსულა ოკეი კაი ნუ თქვენთან ეგრეთ თამაშობ აი ევროპაში არ არის ეგრე რა ინგლისში მაგალითად როგორც ინგლისელებს წარმოედგინათ აი თუნდაც ამერიკელებიც კი ამერიკის ჩემპიონატზე არ თამაშობენ ეგ სიმულაციები ეგეთი ბანძმეისტერ დუდუკენები არ კადრულა არც ფრანგები კადრულობენ მან და მაინც ამ სიმულაციებს მოგეთ ევროპელები არ კადრულობენ რა ამას რა დაჟე ქართველები ვართ ჩვენ არ ვკადრულობდით მაგაში მაგდოდ გავართ ევროპელებს რა და ეხაც არ ვკადრულობთ ეგეთ რაღაცებს ნუ არის რაღაცაც გეკადრება და არის რაც არ გეკადრება ნუ ეს უკვე შენ რას იკადრებ მაგაზეა თუ აღიძინა ის იკადრე და იკარი კაცო მაგაზე რა ხომ მოგეთ ისინი სხვა ფეხბურთს თამაშობენ ესენი ცოტა სხვას მაგრამ დასაშვები რომ ესენი ერთმანეთს შეხვდნენ ამათ მეითამაშეს ევროპული ფეხბურთი სადაც წვრთნელებმა აი ყოველგვარი ამ ფსიქოლოგიური გაჭედვებისა და შიშებისა და რაღაც განსაკუთრებული დიდი გეგმების გარეშე გამოუშვეს ფეხბურთელი და მოდი ვითამაშოთ ფეხბურთი კომერციებისა და რაღაცების გარეშე და დაადგა ფეხბურთი ამაზე მშვენიერი beautiful წვრთნელებიც ლამაზები იყო დიდად არ ჩარევიან მაგრამ ეთყობდა გუნდები მაინც მომზადებული ფეხბურთელებიც ლამაზები იყვნენ ყველაფერი ლამაზი იყო არავითარი მტრევა არავითარი სიმულაცია არავითარი კაკაჩები გამოკაჩები და ადგენდა ითამაშეს ფეხბურთი და ყველაფერი იყო ეს იყო უნიკალური მოვლენა და აჩვენეს აი რა ფეხბურთი პროფესორეთ როგორ წარმოუდგენიათ მათ ფეხბურთი და გვითხრას აი ეს არის ჩვენ როგორ წარმოვიდგენია და აი ის არგენტინა ბრაზილია პარაგვაი ურუგვაი საშინელებათა სამყარო პორტუგალია აი მაჩეხე ჭიჭკინე პროვოკატორები უკრაინიდან ჩამწყმელები მომპარლები ბაცნები ბაცნული რა ბაცნულ ფეხბურთს ეძახდით მაგას და არის ჯენტლმენული ფეხბურთი არის ჯენტლმენული ფეხბურთი და არის ბაცნული ფეხბურთი ნუ რაღაცა გაიგებით ეს დასაშვები არის რომ ერთად მოხვდნენ ანუ არ მოხვდებოდნენ ჩემი აზრით წავიდნენ და ითამაშონ ცალკე და ფეხბურთსაც თამაშობენ ახლა მაგერი ევროპის გარეშე თქვენ ჩემზე კარგად ხედავთ რასაც ევროპაში არ მოდიოდნენ და გაიწვრთნებოდნენ ეს სამხრეთ ამერიკელები და თუნდაც სამხრეთ ევროპელები რა ფეხბურთსაც ითამაშებდნენ და რა დონეზეც თამაშობენ ხედავთ თქვენ თვითონ მაგათ ჩემპიონატებს და მაგათ ჩემპიონატში ჩარჩენილი ფეხბურთელების დონეს და კლუბების ნუ ყოველთვის არის რა ბაცილები რა პარაზიტები და რომელიც მე ზოგი პარაზიტი გასივდება ფორმას მიიღებს მესე არის არგენტინელი ფეხბურთელი რა ესპანელი ევროპელი ფეხბურთელი აი მარადონა იყო აი მაშინ ჯერ კიდევ იყო ღირსება რადგან მარადონას უღირსად ექცეოდნენ არგენტინელები სხვადასხვა როჟოს იტალიაც სამხრეთით მარადონა უღირსად არ ექცეოდა და მარადონა სულ იქ თვითონ მოედანზე შეეყნოსა ის კოკაინი მარადონა იყო ის და მარადონას კოკაინითაც შეუძლია თამაში ის ფეხებს არ დაგამტრავს მაგრამ ისე გეთამაშა აი ფეხების მტრევა და თავში ჩარტყმი და სილების გაწუნები אז არგენტინამ იკადრა და რაც იკადრა სამსაჯებმა და ორგანიზატორებმა რომ არც ერთი ფოლი არ გაუტანიათ თელი ჩემპიონატის მასზე არ ვიცი ფინალში რა იქნება არ გაუტანიათ არგენტინას ხოლო არგენტინის წინააღმდეგ 100-დან 6% არის და ყველაფერი გარაწყდა არგენტინის სასარგებლოდ. ეს დამტყობა. კარგი. მე იმას კი არ ვიძახი რომ აუცილებლად ჩაწყობა რო ხდება, დავინახეთ და ვიცით და
აი რა ბოლო პლატინის ამბავი ვიცით და რაც მოხდა FBI-მ რა გაუკეთა და ხალხი დაიჭირეს და რა ვიცი მე მოიცი ხეშასოს თუ ხო შემთხვევაში გაათავისუფლეს ხო FIFA-დან თუ UEFA-დან ხო და ესე იგი არის რაღაცა კორუფცია არ არის ვერიტყვი ისე სხვადასხვა სულ მაინტერესებს რა აი ესეც დამთხოვა ხო ალბათ დამთხოვა კი რომ აი ჟუავერდანიჟი სადამ იყო პრეზიდენტი აი მაშინ რატოღაც მარადონას წინააღმდეგ ჟიდნენ საჯები უტყავდა მესის წინააღმდეგ კაც არ გაუჯერა აი მარადონას წინააღმდეგ ნამდვილად იყო მე კომისიაზე გაიყოლეს მარადონა გაგდეს 94-დან სხვადასხვა მაშინ ჩემპიონი გახდა ბრაზილია ისე რომ ფინალშიც კი გუნდი ვერ მოუძებნეს просто ლამის რაღაც ახალი გუნდი შექმნეს რომ მოდი ბიჭო ვიღაცა ფეხბურთელმა მაინც ითამაშოს ბრაზილიის წინააღმდეგ რაღაცა ბაჯო და ბუჯოიო თუ რაღაცეებიო ვიღაცა ვათამაშოთ და რაღაცა ფინალშიც ის როგორ მოხდა რა სამჯერ გახდა მაშინ ჩემპიონი ბრაზილია და იმის მერე 7-ით ერთებს 8-ით ერთებს დედის საფლავიდან ამოგდებებს წააწყდა რატო შემთხვევა ოკეი კაი შემთხვევა არა ნუ მაშინ ხა იმას ვერ ვიტყვი ბრაზილიას არ ეკუთვნოდა ხა ისინი ფეხბურთელები ყავდა ნუ მაშინ სხვა ფეხბურთი იყო მაშინ გადიოდა რა ხა ტელეგრამი სამბასიც ეკვებდა რა ვიცი კოქტეილები და ყველა სიამონებოდა დილას ფეხბურთს თამაშები ეს ჭრიდა ჯერ კიდე შესაძლებელი იყო. არა, ნუ მე უკვე აღარ ჭრის. უკვე ფეხბურთს სხვა დონეზე გავიდა. ახლა არაფერი არიან. თორემ ნიჭერები ახლა წავს. ნეიმარი არავის ნიჭერი არ იყო ნაკლები, მაგრამ რაცა. გარდა ამისა, კაი დავუნებოთ. კორუფცია რო ხდება, ეს ცხადია. ხო? გავლენა და ჩაწყობაც რო ხდება, ეგეც ცხადია, იმიტომ რომ ჩაწყობა არ იყო, რაც ტრამპმა გააკეთა. კი, ჩაწყობა იყო. დაურეკა რაღაცა უკანონო გადაწყვეტილება, არასამართლიანი გადაწყვეტილება მიაღებინა. ტირს ჰქონდა წითელი ბარათი და აშვებინა თამაში, რამაც გაატეხა ამერიკა ჩემი აზრით. ყოველ შემთხვევაში 4-1 არ წააგებდა, ან შეიძლება 7-1 წაეღო, მაგრამ თამაშის ხარისხი გაცილებთ რომ აღარ ექნებოდა. ეს იყო აბსოლუტურად განადგურებული გუნდი, მორალურად. ესე მეჩვენება მე. აი მაგას თავი დამარხეთ. ზოგი ის რომ კორუფცია არ არის და დაუშვებელია და შეუძლებელია მოხდეს, ეს არ არის ვიცით, პისტოლური ფაქტებით ვიცით. რომ არის ჟურნალისტებთან ხედულობაში პლატინი მყავს და პლატერი და ვიღაცები. და ისიც ვიცით რომ ჩაწყობაც ხდება. ხო? ესეც კორუფცია, ეს პოლიტიკური კორუფცია. გასაგები. შეგვიცით ფაქტობრივად და ამ ჩემპიონატზე მოხდა კორუფცია, გარიგება, ჩაწყობა. ეს ვიცით. ესე იგი იმის თქმა რომ ეს პრინციპულად შეუძლებელია. გამორიცხულია. შესაძლებელია. პრინციპულად დაუშვებელია. პრინციპულად დაუშვებელია. მაგრამ პრინციპულად დასაშვებია. იმიტომ რომ მოხდა შეიძლებოდა და მოხდა. დაუშვებელი იყო, მაგრამ დაუშვეს. ნუ ახლა ეს ტერმინებია, მაგრამ მიხვდით რასაც ვამბობ. ტერმინს სწორად ვამბობ, მაგრამ ნუ რაცა თუ ავიბინეთ ხა. არ არის ხა ეს ფორმატი სასაუბრო ლოგიკური ტირადების რაღაცა. ოკეი. კარგი ბატონო. ეხლა აი, შემდეგ ახლა თქვათ ახლა გადავიდეთ მაგას. ვამბობ რომ იყო ეს მესის ამბავი ჩაწყობილი 50-50. 50-50. არ მოვფოვცეთ რომ იყო. შეიძლება იყო. ახლა უარეს ასე გიტყვით. ეხლა ვთქვი რომ დაუშვებელია მეთქი. მაგრამ ნუ სადაც კანონია იქ უნდა გამონაკლისის გავაკეთოთ ხო. ახლა
სადა ლოგიკურს ვიტყვი რაღაცას. კი ბატონო, მაგასაც გავიგებდი. დაუშვებელია, მიუღებელია ჩემთვის. მაგრამ ნუ, ოკეი. რატო? იმიტომ რომ პროპაგანდა ჭირდება ფეხბურთს. აი მე წახალისება ჭირდება, ეს ხაპარი შეიქმნა, შოუ შეიქმნა, მითი იქნება. ფეხბურთის გამო უფრო მეტი ხალხი ერთვება, უფრო მეტი ერი ერთვება, უფრო მეტი ერი ინტრიგდება. უფრო მეტი ერი ჩაერთვება ფეხბურთში. და მე კიდე 100% დარწმუნებული ვარ. მეტი ფეხბურთი ნიშნავს ნაკლებ ომს. აი პირდაპირ პროპორციის კოეფიციენტს ვერ დავადგენ. მაგრამ აი მეტი სპორტი უდრის ნაკლებ ომს. თუ მსოფლიოში ყველამ ვითამაშეთ ფეხბურთი ერთმანეთთან, შეიძლება ომი აღარ მოგვინდეს რა. ხა ირანმა ითამაშა, მაგრამ ომი არ დამთავრებულა. მაგრამ აი ვირან ფეხბურთელები იქნებიან თუ სხვები, ბევრს დაინახეს და გვიჩვენა ფეხბურთი ვითამაშოთ რა. ოკეი, ნუ ვიცით, აგრესია გადის, ჯგუფური იდენტობა ნარჩუნდება, ამასთან დაკავშირებული ექსტაზები, ამასთან დაკავშირებული კათარზისები, როგორც ბერძნულ ტრაგედიაში კათარზისები, ემოციების ჩანელირებები, კანალიზირებები, რომ აი შენ ემოციები დაძაბული ხარ რაღაცა და განიმუხტები. აი მაგას სიცილი განმუხტავს, მოგება განმუხტავს, ან თუნდაც დიდი სევდა და იმის მიერ გადალახვა განმუხტავს. ხო? კომიდა რო გამოდიხარ ადამიანი, აბსოლუტურად გაწმენდილი გაგლამი ცნობიერება, ხო ახლიდან იწყებ ცხოვრებას. რა თქმა უნდა, მე ძველი ბუმულებები მაინც მოდი წამოდი სულს. ძველი ბუმულებები მაინც ადგება, მაგრამ რაღაც დროებით მაინც შუებაა და ყოველ შემთხვევაში საშუალებას გაძლევს რომ განეხილო ეს ახლებურად შეხედო. ახლებურად რაღაცა ახლებული რმების საშუალებები გეძლევა. შენს გონებაში და ფსიქიკაში და ცნობიერებაში. და ასე შემდეგ რა. კარგი ექსტაზიაო ეგეთიო. აი, კარგი ორგაზმიაო ეგეთიო. სიკვდილე სიცოცხლის გამოცდილება, სიკვდილის როგორ არის? ქართულად ზღრული გამოცდილებები. ისაც ძალიან გადააფასებ ცხოვრებას, ეს ხდება რეჩარჯი, გადამუხტვა ხდება. ხელახაჩა რისეტი, გადაწყობა, ხელახა ჩართვა ხდება, რისეტი ხდება. ასე ბევრი რაღაცა, ამ რესეტის დროს რაღაცები მოკეთ ეგეთი რაღაც კაია, ეს კაი რამე არის ფეხბურთი. და ეხა ამას რომ ოკეი, აი ამ თვალსაზრისით, ოკეი, მივიხებდი მაგასაც და დიდად არ გავაპროტესტებდი. ოკეი, ნუ გული დამწყდა, ნიჩვენ სხვანაირად, ანუ ასეც მესმის რა. ეხა, იმიტომ რომ საბოლოოში ვერ გამოთulis რომ უფრო მომგებიანია ის რომ მესი მითამაშოს ისე როგორც შეუძლია ყოველგვარი წახალისების და სამართლიან გარემოში. და ზნეობრივ გარემოში. და წააგოს და მოიგოს მაგალითად კეინმა ან ბელინგემმა მოიგოს. ამან უფრო მეტად გამოიწვევს. ვიღაცამ ჩათვალა რომ არა, შეეშალა, შეესტომა ყველას მოგდის. ოკეი, გვაპატიებთ. შენდობა არსებობს მაგით. მაგრამ შენდობა არსებობს იქ სადაც დანაშაულია. თუ იტყვი დანაშაული არ არის, მაშინ შენდობაც აღარ არის. კარგით, ეს პავლემოსულის ამასამოს პოტიშტ. თვითო მართლმადიდებლებო. არგენტინის მომხრენო. წელი ჩრდილოეთ ევროპა. ეს ბინძური სამხრეთ. ფეხბურთი. მე ბინძურაც ჩვენ სამხრეთელები ვართ, მაგრამ ქართველებმა არ კადრულობდნენ მაგაზე სამხრეთზე და მე კი არ გეუბნები სხეული, ეს არის მენტალური, თორე ეხა იქ ინგლისის ნაკრებში ხო როგორ შეხვედე ერთი თეთრი კაცი თამაშობდა, მისის მეკარე იყო თუ. თუ რაისი. ხო. კიდე მაგაზე კი არ არის, მე რასიზმზე გელაპარაკ, მენტალობას გელაპარაკო და ცნობიერებას. თორე აგერ მარადონასაც თქვი, ინდიელი იყო კაცი სანახევროდ, მაგრამ რა. ერთ-ერთი ყველაზე განუვითარებელი, ასე ვთქვათ, კულტურა იყო ინდური კულტურა იმ სამხრეთ ამერიკაში, რაც როცა შევიდნენ ჯუნგლებიდან ეკეთ, მე რომლის ზუსტად ჩამოვავლე, არ ვიცი, მაგრამ მე რა ღირსეული კაცი იყო, თელი ცხოვრება ღირსეულად იცხოვრა.
და ყველას უბრალოდ თავისი ღირსებით შეაყვარა გარდა ფეხბურთის და თავი. აგრე ბატისტურას მოусმინა მას. ის ლაპარაკობდა მაგაზე. მაგრამ შეიძლება იყოს ფსიქოლოგიურიც. არავით არის ჩაწყობა, არავით არის, მაგრამ იყოს ფსიქოლოგია მესია რა. თან ეხლა აქ რომ ჯარიმები დავიწყოთ, ხა ეს როგორ არის, იცი რომ ჯარიმის არ დანიშნავს უფრო ნაკლებად იჯები, ვიდრე ჯარის დანიშნავს. პენდის არ დანიშნავს, შეიძლება უფრო ნაკლებად დაიჯებს პენდი. ნუ ეხლა უზბეკი ფრთნელი რო იყო იქ. იმაზე პარაგვაიებს, საფრანგეთზე, ანუ რა დაიბნა კაცი რა. თან მანამდე იყო უკვე პირველივე თამაშებიდან იქ რაღაცა გაუბედავმა ეგეც ხო არის რომ რაღაც მეორე მესამე სოფლიოდან მესამე ქვეყნებიდან მეორე ქვეყნებიდან მოყავთ ეს საჯები რომ ისინი წახალის იმიტომ რომ ფეხბურთი ვერ წახალისდება და გაიზრდება ქვეყანაში სადაც საჯები არ ვარგა თუ ცუდი საჯობა ძალიან დააბრკოლებს ის ადგილობრივი ფეხბურთის განვითარებას ამიტომ საჯებიც უნდა განვითარდეს უფრო მეტად ჩაერთოთ ინკორპორირება მოხდეს ყველასი. ასაკები ეს საჯებმა თავიდან რაღაცა შეიქმნა ერთგვარი ტენდენცია. ტენდენცია, აი როგორ არის იცით, აი მოდინება მოხდა რა. როცა ტენდენცია შეიქმნა, მე ძალიან ძნელი ტენდენცია ამოვარდა. როცა უკვე ამ ტალღაში ხარ ზემოდან შეიძლება ხედავდი, რა, ბიჭო მოდის, ცუნამი მოდის, ან ნახე, მოდინება მოდის. ხო, მოდი შეხება, მაგრამ როცა დინებაში ხარ, შეიძლება ვერ ცხდები. აი თუ დაგურებული ხარ ზღვაში გიბანავებ, როცა მოხდები დინებაში ვერ ხვდებით, რომ დინებაში ხარ და ნელა მიყავ ხო დინებას და გიკვირს კაცო, რა ხდება? ანდა ზოგჯერ ტალღებს რო შეყოხარ უკან და ვერ გამოდიხარ ნაპირზე. არაფერი არ უნდა ხო, რაღაც მომენტში გაჩერება უნდა და თვითონ გამოგიყვანს ნაპირზე, მაგრამ ცურავ და არასწორი შედიხარ, იმიტომ ვერ გებულო, რითიც ვერ ხედავ გარედან. როცა მოხდები თაიდინგ არის ქართულად, წყლის მოქცევა, წყლის მიქცევა და მოქცევა, ხო? ხო. წყლის ვითომ ეხა მაგარ ინგლისელი ვარ, მაგრამ просто ავიწყდება ხოლმე ხო რომელიღაც ენაზე ამ წყლის მიქცევა მოქცევა საიდუმლო კუნძულს რო კითხულობდი, ჩემთვის ეს იყო რო ავიცი კინემატოგრაფია იყო. კინემატოგრაფია იყო ისე წარმოსახვევი მქონდა წყლის მიქცევა მოქცევაზე, იმიტომ რომ ხო არ აქვს ეს დანახი. და თუ ადგილზე არ ნახო, ვერც ნახავ რა, ვერც შეიგრძნო ამას და ამიტომ უნდა წარმომესახა რა. და ახსოვს ეხა როგორ შეიძლება რომ ოკეანის მიქცევა და მოქცევა ხა არ ვიცოდებ და თაიდინგი ვიცოდე აი მაგრამ ნუ ხდება ესე რა ასაკიდან გამომდე თელეგრამებს ხოთ შორის არ მიძინა 1 საათი მეძინა თუ საათ ნახევარი ძიმედ ვიყავი ალბათ ბიჭო რა გინდა წამოდი ჟუჟუ რას უყურებ რა ნამდვილად ამ კურდღლებზე ეს მეწოდება ხო წამოდი ეხლა შენ სახში არ გინდა შეატყრო სახში მივდივარ და ზუზუ უნდა წავიდეთ ესე ხონა აუ ბიჭო რა რამდენი გატარე უკვე 1 საათზე მეტია დავდივარ თუ 1 საათია დავდივარ არ ყოფნის სუნებია დილა არის და ჯერ ეთყობა ახალია ცინცხალია რა ყველა ცხოველის სუნი აქვს მელიებიც არიან რა გიჟივით არის რა და ეს მეძებარი ჯიში არიან ეს კოკერ სპანიელები რა. კაკრას კოკერ სპანიელები ჩიტები, ბუჩქები, ეს არის ამათი. ზუსტად ეხა ამ გარემოშია რა. ჩაერთო ეხა ამის ინსტინქტი. აი ტაიდინგშია ეს. ტაიდინგშია, აი მიქცევა მოქცევაში. იმ დინებაში. მოდი ზუზუ, მოდი. მოგეთ ეგეთი ამბებია. ძმებო და ალემოვებო. ხო და შეიქმნა რაღაცა ტენდენცია, თან მესი ახლა ვის არ უყარს მესი ახლა. წარმოიდგინეთ ისე ვარ გავრაზებული ამ არგენტინაზე სულ რომ აი რომ მე მაგრამ ახლა რომ просто რო არა ინგლისი მაინც შეიძლება რო არა ტუხელი და რო არა ინგლისი რომელსაც ბავშვობიდან მინდა რომ გაიმარჯვოს ყოველს აგებს. ну ეგეთი რა ვიცი რაღაცა რა ავირჩიე რატო ალბათ ვესტჰემი ლივერპული რაღაც ეს ერთად შეიკრა გარელინეკერი არ ვიცი რა მოხდა. მე მგონი რუსებს მოუგეს ერთხელ და მაგრამ გამიხარდა. არ ვიცი რატო, მაგრამ ნუ ბავშვობაში ეგრე მოხდა. თან ჩემი მეგობარი იყო ეს გარდაიცვალა და ისიც იმას მოწონდა და იმანაც ჩამithრია მაგაში და მე ის გარდაიცვალა. არ ვიცი რა, ვერ გეტყვი ზუსტად, მაგრამ ახლა ვერ წარმოიდგეთ როგორ ბარეში ყოფდი და ღრიალებდი. ისე ჩავერდი. არ მე თვითონ არ მეგონა დედას კეფიცებით თამაშიც ეგეთი გამოვიდა. ტუხელმაც ეგეთი საშინელები ჩაიდინა, მაგრამ ძალიან აი დავითრგუნე რა.
აი მხოლოდ გუშინ ღამეს არ მეძინებოდა და მოусმინე რაღაცა განხილვებს და რაღაცას მაგ თამაშის. და ვერ გავეკარე და ამ თამაშს ნახევარფინალსაც ვერ უყურე, უბრალოდ ნახევარფინალია თუ რა ქვია ამას. მესამე ადგილზე და მე უბრალოდ დიდი მიმოხილვა იყო 25 წუთიანი თუ რაღაცა და იქ უყურე და ნუ პროსტა გადამერე კომენტატორებსაც და რაღაცა ტელეგრამი და აფრიკანული გეტყვი. ხო? ეხლა თან დილას მივიდიო სახში მოვანკუდარი ის. აი დედა. ხო? მოგეთ ეგეთი ამბებია რა. ეს ტენდენცია მოხდა. მაგრამ ეხლაც რომ დაიწყება თამაში, ვის ხარეს გადავალ კაცმა არ იცის. ახლა მესია აუნაკნა. ფეხბურთი როცა გიყვარს ადამიანს და მესის დაინახავ და მესი თამაშობს. ნუ აუნაკნა ახლა. ვერაფერს აღარ შვები კაცი. მაგრამ მაინც რა აი ჩემპიონობას არის, თუმცა ამაზე ისტორია კი იქნებოდა, უფრო ისტორია არა, უფრო ამაზე მითი. მაგრამ ცოტა ცუდი მითიც, იმიტომ რომ ესე არ დარჩება რა. ამას გაინხილავენ, გამოიხილავენ. მე აქ მაგალითად ისინი შემხვდნენ. კაგას მეორე დღეს თუ მესამე დღეს მომიწია იმაში მისვლა რა. ჩვენ პოლიკლინიკას ვეძახით არჯენტქერში. ესე ავათი რომ ხო? მივედი და იქ ვინც სისხლს მიიღებდა, იყო ეგვიპტელი ბიჭი. კოპტი იყო. არა კოპტი არ იყო, ეგვიპტელი მუსლიმი იყო. და ლაპარაკებოდით, პეპი იყო კტარი. ეს იყო ეროვნული უბედურობა, რაც მაგათ დააწყდათ თავს. ეგ გაბრაზებულები არიან ევროპაზეც და სხვებზეც. ეს ძალიან დიდი რამაცა მოხდა ეგ მაგათ შეურაცხყოფა მიაყენეს ხალხს. ე ბიჭო ნახე რა ვარზე რა. და მე ლაპარაკობთ. თან 50 კიდე 30 წუთია სათამაშო. ისე ხო არა რომ აი ამ წამით წყდება ყველაფერი. 30 წუთი კიდე სათამაშოა რა, გადაწყვეტე რა. დაჟე 55, დაჟე 60-40 რო ყოფილიყო, მაშინაც შეიძლებოდა კიდე. ოკეი, რახან ესეთი გადამწყვეტი მომენტია, მივცეთ რა შანსი. ქვეყანას, ელს, ხალხს, რა ვიცი. არა. ამას ახლა ამ უსამართლობას მე არ ვიცი ხარ. სამართალი ის კი არ არის, სამართალი აიწონა კი არ არის ისეთი რაღაცა 2 კილო, 3 კილო სამართალი. სამართალი არის ყველა მონაცემთან ერთობლიობა, განცდები, ფსიქოლოგიები, ამინდები, მუსიკა, იმ დროს რა მოუსვა, ყველაფერი ერთად და მე შედგება სამართლიანობა ყოველთვის დგიდება, ეხლა და აქ ის არასოდეს არ არის დადგენილი ერთხელ და სამუდამოდ. ასე უსამართლობა დადგა. შეიძლება იქ ჯარი მომართლა არ იყო. მაგრამ შეიძლება იყო კიდეც. ვენახავ ვარზე. კარგად. მოკლედ უსამართლობა შედგა. ეხლა რო იქნება და მე მოვიდნენ 2 კოპტი კიდე ეკლესიაში დადიან ხოლმე რა კოპტები. ნუ არიზერები რაღაც მას შემოდენ ხო არ გააგდებ ეხლა ემონკა ხო არა ვარ თუ ეხლა ნუ რომ გააგდოთ ეს კიდევ ლოგიჩულო ეგრეც არ არის მაგრამ არ გიჩულებს მით უმეტეს ეთიოპელები და კოპტები ვარ. ნუ ზოგადად იზახი ხო და ბიჭო და ის არ მოვიდნენ ხა დედაშვილი მეტრანახევრები იყვნენ. უცნაურები, ძველი კოპტები, რა რომ დავინახე ვიხდი რომ კოპტები იყვნენ. რო ეთყობათ მაინც სახედე კი ეხა აი ესე არიან ასიმილირებული ესე ვერ გაარჩიო, მაგრამ მაინც რაღაცა თავისებური ისინი აქვთ ხოლმე რა. ნუ ეგვიპტელები რო იყვნენ. მოგეს და იმათაც უთხარ რა. აუ სალახ. რაღაც სხვანაირად გამოთქვა ნაგერ მე სალამეთ კიდე. აუ სალახ მაშრუყა რაღაცები და აკეკინდნენ ორივე ძალიან ნატკენები იყო გულნატკენი. ასეა ძამი. არ ვიცი რა იქნება დღეს. ნახოთ რა. თუ წესეად ითამაშეს და მართლა ესეთი თამაში წავიდა რა სამართლიანი და ისევ ის ხინჯობები არ დაიწყეს სიმულაციები და წელს გვემოს დაარტყმები და რაღაცები საზღროვები არგენტინელებმა და რაღაც თანაბარი თამაში წავიდა, ღირსეული თამაში წავიდა, შეიძლება მე მესის ხარეს გულმა გაიწიოს მაინც.